Biznesmenებს წაერთვათ აზრის გამოხატვის თავისუფლება. Expo Georgias დამფუძნებელი რესან ქიქავა განმარტავს, რატომ აღარ ჩანს სამოქალაქო პოლიტიკურ პროცესებში. Biznesmenis განცხადებით ამის მიზეზი რამდენიმე თვის წინ ამოქმედებული კანონი გახდა, რომელიც მეწარმეებს საჯაროდ პოლიტიკური აქტივობის განხორციელებას უკრძალავს. Მისი თქმით, კანონის მიხედვით ასეთი ქმედება 4 წლამდე პატიმრობასა და ბიზნესის ლიკვიდაციას გამოიწვევს. ცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ხარება გამოცხადებულია საეკლესიო ნაგებობების მაშენებლად. პაატა ბურჯულაძე კი მოძალადედ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის დაკავებულმა ლიდერმა მდინარაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ თანამდებობის გარეშე დარჩენილი გენერალი ივანიშვილის ბრძანებით მოხსნეს. სუსის უფროსი იყო კაცი და ზარქუას დონეზე დააბრუნეს, ის ამუღების უფროსად დანიშნეს. არ არის ფული, არ არის მამუკა, განაცხადა ხაბეიშვილმა. მან საკუთარ სიტყვაში ოპოზიციის ალიანსიც გააკრიტიკა და თქვა, რომ არასწორია, როცა მათი განცხადებების უმეტესობა სააკაშვილის კრიტიკას ეძღვნება. 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2323 ადამიანს მიენიჭა, მათგან 60% რუსეთის მოქალაქე იყო. მეორე ადგილს იკავებდა გერმანია, მესამეს კი უკრაინა. პიპიენი მონაცემებს საქსტატზე დაყრდნობით აქვეყნებს. უნგრეთის ისტორიაში პირველად მინისტრის თანამდებობას უსინათლო პირი დაიკავებს. ვილმოშ კატაინემეთი ტრანსპორტისა და ინვესტიციების მინისტრის კანდიდატურად მომავალმა პრემიერმა პიტერ მადიარმა წარადგინა.